Ani, როგორ გამოვხატოთ საკუთარი საჭიროებები და წყენები ჯანსაღად. პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ პირდაპირ. მაგალითად, მე რო გითხრა შენ რომ Ani, მე შენზე ვარ გაბრაზებული, შენ ძალიან ცუდად იქცევი, როცა აგვიანებ. ან როცა რაღაცის ისე არ ასრულებ, როგორც მე მინდა. შენ რა განცდა გაგიჩნდება? ფრაზი გამიჩნდება შენდამი. ბუნებრივია. მე რო გითხრა რომ ან მე მწყინს, როცა აგვიანებ, შფოთავ, ჩემი განრიგები იცვლება. შენ რა განცდა გაგიჩნდება? ოღონდ როცა მხოლოდ ჩემს ემოციებს უსვამ ხას, მე რას გრძნობ. შენ არ გადანაშაულებ ამ დროს. ვეცდები, რომ შენს ემოციებს გავუგო და ჩემი ქცევა გამოვასწორო. ანუ იმისათვის, რომ წყენა და საჭიროებები ან ზოგადად ემოციები გამოვხატოთ ჩანსაღად, საჭიროა, რომ კი არ დავადანაშაულოთ სხვა ადამიანი და ვუთხრათ, რომ შენ ცუდი ხარ, შენ ესეთი ხარ, შენ ისეთი ხარ. არა. აუცილებელია, რომ ვუთხრა მე რას ვგრძნობ ამ დროს, როცა ის ასე მეკცევა, როგორც მეკცევა, არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებელია, რომ შემოვიტანო ცვლადი მე, ვისაუბრო მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ემოციებზე, მე რას ვგრძნობ, იმისათვის, რომ დიალოგი არ გადავიდეს კამათში და ეს არ გახდეს უარესი იმაზე, ვიდრე იყო. ამისთვის კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მე პირველ რიგში შევძლო საკუთარი ემოციების იდენტიფიცირება იმისთვის, რომ სხვას გავხსიარო.